ქუთაისში ლიდერ ქალთა საზოგადოებამ წარმატებულ ქალბატონებთან ფორუმი მოაწყო, რომლის დაწყებამდე საერთაშორისო განათლების აკადემია BDC-ის დამფუძნებელი ნათია შათერიშვილი ქუთაისის ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა. უშუალო გარემოში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ლიდერ ქალთა საზოგადოების და BDC აკადემიის გუნდი ყოველთვის მზადაა ახალი ცოდნის მისაღებად და პროფესიული განვითარებისათვის. ლიდერ ქალთა საზოგადოებამ დღეს ჟურნალის პრეზენტაცია ჩაატარა ქუთაისში, მოწვეული სტუმრები გახდნენ როგორც ქუთაისის ბიზნეს მეწარმე ქალბატონები, ასევე თბილისიდან გვესტუმრენ სტუმრები, ჩვენი ორგანიზაციის წევრები. ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერ ქალთა ორგანიზაცია ხშირად მართავს სხვადასხვა რეგიონში. თბილისში თავისთავად ცხადია კონფერენციებს, ვორქშოპებს, კონსულტაციებს და განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც დღესდღეობით, ასე ვთქვათ, მთავარი გამოწვევაა ბიზნესმენი ქალბატონებისთვის და მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩანიშნულია კიდევ სხვადასხვა რეგიონებში, იქ სადაც ჩვენ გველოდებიან, იქ სადაც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. ლიდერ ქალთა საზოგადოება 2015 წელს დაარსდა და მასში 10,000-ზე მეტი წარმატებული ქალბატონი არის გაერთიანებული. ლიდერ ქალთა საზოგადოება საკმაოდ მრავალრიცხოვანია და მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ამ საზოგადოების თავმჯდომარეს ქალბატონ ნათია შათერიშვილს. ეს არის უნიჭიერესი ქალი, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს თავისი საზოგადოებით. მე მეორეთა ვარ ამ საზოგადოების შეხვედრაზე. წინა წარდგენაზე მეც მიმიღეს ალბათ გახსოვთ ამ საზოგადოების წევრად და ვთვლი, რომ ასეთი ჰუმანიტარული პროფილის საზოგადოებები ვრცლად უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ფორუმი თბილისში წარმატებით ჩატარებული მე-12 საქველმოქმედო შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც მიეძღვნა ძუძუს კიბოს პრობლემატიკას და ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერას. თბილისური ღონისძიება მასშტაბური, ინოვაციური ფორმატით და მაღალი საზოგადოებრივი რეზონანსით იყო გამორჩეული. ეს შეხვედრა იყო საკმაოდ საინტერესო, სენსიტიური და მნიშვნელოვანი ინფორმაციები დატვირთული, რადგან ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის ძუძუს კიბო და მის დამი პრევენცია. ეს შეხვედრა იყო საკმაოდ საინტერესო და მოტივაციით ახსნასი, რადგან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ქალბატონების ისტორიები, ასევე მოვისმინეთ ინფორმაციები ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ და BDC აკადემიის შესახებ. იყო სხვადასხვა ნომრები, ჟურნალების პრევენცია, რომელიც საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და საინტერესო პრეზენტაცია შედგა. მადლობა უყურეთ თითოეულ სტუმარს მობრძანებისათვის. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ ადგილობრივი ლიდერი ქალების ისტორიებისთვის მოესმინათ ექსკლუზიური ჟურნალის ახალ გამოცემას, რომლის შემოსავლის 30% მოხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში პირველები გაცნობოდნენ. ლიდერ ქალთა ორგანიზაცია არის შესანიშნავი ორგანიზაცია. ქალებზე, წარმატებულ ქალებზე არა მარტო სტარტაპერ ქალბატონებთან დაკავშირებითაც გვერდში უდგას ყველანაირ წამოწყებას, ძალიან კარგს, ძალიან ბევრს BDC აკადემია იმდენ ახალგაზრდას დის, იმდენი საუკეთესო რაღაცები კეთდება ამ ორგანიზაციაში, რომ დღეს რო კიდე ახალს გავიცნობ, ახალი შეხვედრები იქნება, ახალი გეგმები დაისახება, მნიშვნელოვანი ეს ქალბატონებისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ქალები თუ კი იქნებიან კარგად და წარმატებულები, ქვეყანაც წარმატებული იქნება. ფორუმი ქალბატონებისთვის შესაძლებლობა პროფესიული კონტაქტები ნეტვორკინგის საშუალებით გააფართოვა. ეს არის ძლიერი აქტიური ქალების გაერთიანება, სადაც ყველა ქალი არის წარმოჩინებული ისე, როგორც საჭიროა. ეს არ არის მარტო პლატფორმა, ეს არის სივრცე, სადაც ქალები ერთმანეთის მხარს უჭერენ მათ განვითარებაზე და ზრუნავენ და მათ წარმოჩინებაზე. ეს არის სივრცე, სადაც თითოეული ქალი თავიანთ გეგმებს ანდობს ერთმანეთს, თავიანთ უნარჩვევებს გამოხატავენ და არის საოცარი საზოგადოება კიდევ იმ მხრივ, რომ ყველა ქალი აქ სარგებლობს თანაბარი უფლებით. ლიდერ ქალთა საზოგადოება სხვადასხვა სფეროდან წარმატებულ ქალბატონებს აერთიანებს. მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, პროფესიულ განვითარებას და მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.